გამარჯობა. წყევლა. საგვარეულო წყევლა თუ კარმული წყევლა? მოდი დღეს ვისაუბროთ ამ ფენომენზე. რა არის წყევლა? ვიდრე მეტხრობას დავიწყებ, თუ რა არის ეს? უბრალოდ მინდა იცოდეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი თვითეული სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. სიტყვა ძალიან დიდი ენერგიის მატარებელია და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი უბედურების ბრჭყალებში მიზეზი შესაძლოა, რომ ისევ ჩვენ ვიყოთ. ჩვენ თვითონ, ჩვენგან ნათქვამი, როდესაც რაღაც სიტყვა. დაწყევლილი ვარ, მე მგონი არაფერი არ გამომდის. ანალოგიურ ფრაზას ძალიან ხშირად ვიყენებთ ადამიანები. წყევლა ეს არის ყველაზე ძლიერი უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზე. ძალიან ხშირად წყევლა არის საგვარეულო და უფუჭებს ცხოვრებას არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ მთელ მის ოჯახს, გვარს. მათ შორის კი არიან მომავალი თაობებიც. წყევლა ზოგადად ნიშნავს ნეგატიური ენერგიის ან ზემოქმედების განზრახ გაგზავნას სხვისკენ. რაც მიზნად ისახავს მისთვის ზიანის მიყენებას ფსიქოლოგიური, ემოციური ან ფიზიკური ფორმით. სხვადასხვა კულტურასა და რელიგიურ ტრადიციაში წყევლას სხვადასხვა მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია აქვს. აქედან გამომდინარე, წყევლა შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ტიპად, სამ კატეგორიად. პირველი ეს არის ფსიქოლოგიური. წყევლის ზემოქმედება შეიძლება პლაცებო ეფექტით ავხსნათ და იხსნება კიდეც. ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დაწყევლილია, შეიძლება მართლაც განიცდიდეს სხვადასხვა პრობლემას. არა იმიტომ, რომ წყევლა რეალურად მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოლოდინი და შიში იწვევს შფოთვას, სტრესს, ფსიქოსომატურ რეაქციებს. ფსიქოლოგიურად ეს ხდება ძირითადად არაცნობიერად და ძალიან ხშირად ასეთ წყევლას მშობლები აყენებენ გაუცნობიერებლად საკუთარ შვილებს. ამ ტიპს შეიძლება მივაწეროთ ასევე თვითნათქვამი წყევლაც. თვითწყევლა, თვითგათვალვა და რაც ზემოთ უკვე ვახსენე, რაც ძალიან ხშირია. მაგალითად, დედა როდესაც აცილებს შვილს, შეიძლება გულში გაიფიქროს, რომ შვილი, რომელიც მიდის სამსახურის საძებნად, არ დაბრუნდეს სახლში უმუშევარი. ხო, არაფერი არ არის ამაში ისეთი საწყევარი სიტყვები, მაგრამ ადამიანი კი, რომელიც სამსახურს ვერ იპოვის, განწირულია წარუმატებლობისთვის და სახლის კარები უკვე დახურულია მისთვის. სახლისკენ მომავალ გზაზე შეიძლება მას რაიმე ტრაგედია დაემართოს და სწორედ ეს იქნება იმ, ასე ვთქვათ, სიტყვების ძალის თუ წყევლის შედეგი. როდესაც დედამ ავტომატურად გაიფიქრა ესეთი რაღაცა, რომ არ დაბრუნდეს სახლში სამსახურს თუ არ იშოვე. ამიტომ დედები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ შვილების მიმართ გამოთქმულ თავიანთ სიტყვებსა თუ სურვილებზე. დედის მიერ მიყენებული წყევლა უკიდურესად რთული მოსახსნელია და ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელიც კი. მაგრამ მისი შესუსტება რაღაც გარკვეულწილად შესაძლებელი მაინც არის. შეუძლებელი მაინც არაფერი არ არის. გააჩნია ესეთ ემოციურ დამოკიდებულებას დედის წყევლისას. მაგრამ რთული მოსახსნელია. შემდეგი მეორე არის კულტურულად და სოციალურ დონეზე წყევლა. ზოგ საზოგადოებაში წყევლის შიში იმდენად ძლიერია, რომ იგი გავლენას ახდენს ინდივიდის ყოველდღიურ ქცევაზე, გადაწყვეტილებებსა და ჯანმრთელობაზეც კი. საყოფაცხოვრებო წყევლა შედის ამაში. ეს შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად ოჯახური სკანდალების დროსაც კი. ასევე ძალიან ძლიერია მომაკვდავის წყევლა, ადამიანი, რომელიც მომაკვდავია.
საყოფაცხოვრებო წყევლას მაგალითში რა შეიძლება შევიყვანოთ. მაგალითად, ქმართან მორიგი ჩხუბის დროს ცოლი ეუბნება მას, მეზიზღები უკეთესი იქნება შენს გარეშე, რომ მარტო ვიყო. ხო? გაბრაზებულმა ქალმა შეიძლება თქვას ესეთი სიტყვები. და სწორედ ეს არის რის გამოც შეიძლება რომ პროგრამა გააქტიურდეს. ქმარი შეიძლება ანუ ის ქმარი თქვენს მიერ დაწყევლილია მის ცხოვრებაში. და შემდეგ ამ სიტყვებიდან, ამ პროგრამის გააქტიურებიდან დაიწყოს წარუმატებლობის სერია და ასე შემდეგ არ გამართლება არაფერში და ამან შეიძლება მიგიყვანოთ სწორედ იქ, რომ მოხდეს განქორწინება. რაც ავტომატურად იწვევს თქვენს მარტოობას. შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მარტოობა. ეს არის საყოფაცხოვრებო წყევლა. შემდეგი ეზოთერიკული, შეზოთერიკული. ეზოთერიკოში წყევლა შეიძლება აღქმული იყოს როგორც ენერგეტიკული შეტევა, რომელიც ვლინდება შავი მაგიის საშუალებით. ხშირად მოიცავს მიზანმიმართულ ნეგატიურ განზრახვებს, რიტუალებს ან სიტყვიერ ფორმულირებებს. როგორიც არის ჯადო, წყევლა, ჯადო და ესეთი რაღაცები. ეს ნაკლებად საშიშია, რადგან ასეთი წყევლა ხდება ჯადოქრების დახმარებით, რომელიც ყველას არ შეუძლია. კარგად გამიგეთ, ყველას არ შეუძლია. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვიღაც უკეთებს წყევლას მსხვერპლს. ასეთი წყევლა ჯადო შეიძლება მიემართოს როგორც მხოლოდ ერთ ადამიანზე, ასევე დაწყევლონ მთლიანი ოჯახი, გვარი და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, თუ შეკვეთილი ჯადო არ მივიდა მის ამართამდე, ან მან მოახდინა მისგან გაწმენდა, ის უბრუნდება დამკვეთს. და არა მას, ვინც ეს გააკეთა. ის, ვინც გააკეთა, თავის წილს იღებს, მაგრამ ძირითადი დარტყმა მიდის დამკვეთზე. ამიტომ თხილად იყავით. რაც შეეხება საგვარეულო წყევლას ან საგვარეულო კარმას. ეზოთერიულ და ზოგჯერ ფსიქოლოგიურ კონტექსტში გულისხმობს ნეგატიური ენერგიის პროგრამების ან ბედისწერის მსგავსი მოვლენების გადმოცემას თაობიდან თაობაზე. რას ნიშნავს ეს საგვარეულო წყევლა? ეს იდეა მოიცავს იმას, რომ გარკვეული ნეგატიური გამოცდილებები, მოვლენები ან მექანიზმები გადაეცემა შთამომავლობას. მაგალითად, მუდმივი განმეორებადი ტრამვები, ავადმყოფობები, ურთიერთობებში პრობლემები, ეკონომიური სირთულეები. წყევლის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში ჩადენილი სერიოზული შეცდომა, ღალატი, ცოდვა ან ძალადობა, რომელიც დარჩა მოუნელებელი ან გამოუსწორებელი, გაუნეიტრალებელი ემოციის მუხტი. ზოგჯერ წყევლა გადადის როგორც ენერგეტიკული კოდი და პროგრამა, რომელიც რჩება საგვარეულო მემკვიდრეობაში მანამ, სანამ ვიღაც შთამომავალი არ გადაწყვეტს და ეს ხდება მეოთხე ან მეშვიდე თაობაში, რომ გააცნობიეროს და გაანეიტრალოს ეს გავლენა. ყოველ მეოთხეში ან მეშვიდე თაობაში. კიდევ ერთხელ გამეორდები. როგორ ვლინდება საგვარეულო წყევლა? ერთი და იგივე ტიპის ტრაგედიები რამდენიმე თაობაში. მაგალითად, თვითმკვლელობა, ავადმყოფობა, ნებისმიერი სახის ესეთი მძიმე მოულოდნელი გარდაცვალება, მოულოდნელი, რომელსაც აქვს ესეთი განმეორებითი მუდმივი ხასიათი. ოჯახის წევრებში განმეორებადი უბედურებები ერთი და იგივე ასაკში. როდესაც პირობითად ოჯახის წევრები ერთი და იგივე ასაკში რაღაც უბედურებას ან მსგავს უბედურებას გადიარენ. რაღაც შემთხვევებში. ურთიერთობებში იდენტური პრობლემები. მაგალითად, მიტოვება, ძალადობა, გაუპატიურება, ესეთი რაღაცეები შედის ამაში.
ფინანსური კოლაფსები და ან მუდმივი გაჭირვება თაობიდან თაობაში. ესეთი მუდმივი აქვს საუბარი, როდესაც თაობები გადიან, ვერ ამოდიან რაღაც ფინანსური პრობლემებიდან. შემდეგი არის ბავშვის უქონლობა. ანუ როდესაც ბავშვი არ ყავთ, დაორსულების სირთულე ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პრობლემა მედიკურად, ექიმების მეშვეობით არ იკურნება. თუ კი არის ესეთი, რომ ხდება ესეთი რაღაცეები, რომ ექიმები ამბობენ, რომ პრობლემა არ გაქვთ არანაირი, მაგრამ მაშინ ესე იგი რაღაც არის ესეთი საგვარეულოდან რაღაც. როგორ შეიძლება ამაზე მუშაობა, ხო? რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა. პირველი, რაც არის, გუშინაც თქვი და იგივეა, წინა ლაივში, უпростად ვიდეოში, დაკვირვება და გააზრება. საგვარეულო ხის შესწავლა. საგვარეულო ხის შესწავლა ნიშნავს თქვენი საგვარეულოს წინაპრების გამოძიებას რაღაც საკითხებში. თაობებს შორის განმეორებადი თემების ამოცნობა გულისხმობს საგვარეულო ხის შესწავლას. შემდეგი ენერგეტიკული გაწმენდა, რიტუალები, მედიტაციები, ლოცვები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს მაგისთვის. შემდეგი მესამე არის ფსიქოლოგიური და კოუჩინგური პროცესები, რომელსაც მეც ვაკეთებ ზედა ჩამოთვალსაც და ამასაც. ოჯახური შაბლონების და აკრძალვების გამოკვლევა და თაობებს შორის გადაცემული მენტალური მოდელების შეცვლა, მენტალური აკრძალვების შეცვლა, მენტალურად გადაცემული ტრამვებისგან განთავისუფლება. ეს ამას აკეთებს ფსიქოლოგიური და კოუჩინგური მიდგომები და შემდეგი მეოთხე ესეთი პრაქტიკული კარმული მედიტაცია და პრაქტიკები. შინაგანი დიალოგი წინაპრებთან, თაობებთან, პატიება და ტკივილისგან განთავისუფლება, რომელსაც ასევე პრაქტიკებში კონკრეტულ სესიებშიც ანალოგიურად ჩემთანაც შეიძლება მაგის გაკეთება. საგვარეულო წყევლა ხშირად არა ჯადოსნური ზემოქმედება, არამედ გადაუწყვეტელი ტკივილის, ტრამვისა და დაუმუშავებელი გამოცდილებების ენერგეტიკული მემკვიდრეობაა. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რაც არ უნდა იყოს წყევლის წარმომავლობა, ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ მისი მოქმედება ცნობიერების, პატიების და განკურნების გზით. საკვარეულო წყევლის გამოვლენა არ არის განაჩენი. ის არის მოწოდება განკურნებისკენ, რათა არ გავაგრძელოთ ტკივილის გადაცემა მომავალ თაობაზე. როცა წყვეთ, როდესაც წყვეტთ, გავიმეოროთ ის, რაც გვატკინეს და ვიწყებთ სიღრმისეულ შინაგან მუშაობას, სწორედ მაშინ თავისუფლდებით საგვარეულო წყევლისგან. ასე რომ მოგიწოდებთ ყველას, რომ შეწყვიტოთ ის ტკივილის გამეორება, რომელიც ესე ავტომატურად არის გადმოცემული და შეხედოთ საკუთარ სულს სიღრმისეულად და დაიწყოთ სულიერი ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ აღარ გადაეცეს თქვენს მომავალ შთამომავლებს ის, რაც თქვენ გადმოგეცათ თქვენი წინაპრებისგან. თუ კი იძახით, რომ თქვენ არ გიმართლებთ და გონიათ, რომ ხართ დაწყევლილები. წარმატებები სულ ყველას. მადლობა.